ირანმა ახლახან საშინელი რამ ჩაიდინა. მას შემდეგ რაც ვერ შეძლო თავის დაცვა, ოპერაცია ეპიკური რისხვის წინააღმდეგ, ირანმა ყურადღება ყატარსა და ქუვეითზე გადაიტანა. ირანმა სამხედრო ობიექტებს არ დაართვა, მხოლოდ გაზის ობიექტებს, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თხევადი ბუნებრივი გაზის საწარმოს. აშეშიკ ვერ შეეგუებოდა ამას. მისი პასუხი მყისიერი და დაუნდობელი იყო, რაც სასტიკი შეხსენება გახდა, რომ აშეშ შეუძლია ირანს უფრო დიდი ზიანი მიაყენოს, როცა მოესურვება. დავიწყოთ კატარით. 18 მარტს ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ქვეყანაზე, რომელიც მსოფლიო თხევადი ბუნებრივი გაზის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია და აზიის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია. კატარის თავდაცვის სამინისტრომ ძირითადი დეტალები გამოაქვეყნა განცხადებაში, სადაც ნათქვამია. კატარის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყატარის სახელმწიფოს დღეს 4 შაბათს დაესხნენ თავს 5 ბალისტიკური რაკეტით, რომლებიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან იქნა გაშვებული. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ღვთის წყალობით წარმატებით ჩამოაგდეს 4 ბალისტიკური რაკეტა, ხოლო ერთი დაეცა რას ლაფანის ინდუსტრიულ ქალაქში და გამოიწვია ხანძარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირანი ლაფანს ესხმის თავს. 3 მარტს ირანმა ქარხანას შაჰიდის დრონით დაარტყა. თავდასხმამ მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოიწვია, მაგრამ კატარმა ქარხანაში წარმოება შეაჩერა, რომელიც მსოფლიოს თხევადი ბუნებრივი აერის მარაგის დაახლოებით მეხუთე წაწვდის. 18 მარტის დათქმამ განსხვავებული შედეგი გამოიწვია. ყატარ ენერჯიმ, რომელიც რას ლაფანს მართავს, დაადასტურა, რომ ირანის ბოლო თავდასხმამ რას ლაფანს სერიოზული ზიანი მიაყენა. რას ლაფანის აღდგენას წლები შეიძლება დასჭირდეს და მისი გავლენა უკვე ჩანს. Le Monde-ის ცნობით, ირანის დარტყმის შემდეგ დილით ნიდერლანდების TTF ბუნებრივი გაზის ფიურსერვის კონტრცების კონტრაქტი, რომელიც ევროპაში გაზის ფასების სტანდარტია, 28.6%-ით გაიზარდა. ფასმა 70 ევროს, ანუ $81-ზე ოდნავ მეც მიაღწია, მას შემდეგ რაც ბაზრის გახსნისას უკვე 35%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს ყველაფერი ირანის გეგმის ნაწილია. ის გაზისა და ნავთობის ფასების გაზრდით აშშ-ზე ზეწოლის მოხდენა სურს. აშშ ამას არ ეგუება და სასტიკი შურისძიებით ირანს ახსენებს, რომ მისი ეკონომიკის განადგურება ირანის მსოფლიოზე გავლენაზე ბევრად სწრაფად შეუძლია. დასჭით ჩვენთან, მალე შურისძიებაზე ვისაუბრებთ. რაც ირანს ეხება, ყველაფერი რას ლაფანით არ დამთავრებულა. კატარის გაზის ქარხანაზე თავდასხმის შემდეგ ირანმა ორდრიანი იერიში მიიტანა ქუვეითის მინა ალ-აჰმადის ნავთობ ქარხანაზე. ალ-ჯაზირას ცნობით, ირანის დრონებმა ქარხნის ნაწილებში ხანძარი გააჩინა. ეს ქარხანა დღეში 720,000 ბარელ ნავთობს ბენზინად და დიზელად გარდაქმნის. ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით $100 და ხშირად ამ ნიშნულს გადაცდება. ირანმა სცადა სამუდამოდ გამოეყვანა მწყობრიდან ობიექტიბრიდან, ობიექტი, რომელიც დღეში $73 მილიონი ნავთობს ამუშავებს. ირანმა ვერ მოახერხა ქარხნის სრულად გაჩერება, მხოლოდ ნაწილობრივ გათიშა დანადგარები. ირანის რეჟიმმა ასევე ვერ შეძლო მსხვერპლის მიყენება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ქუვეითის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ასევე იმ ექსპერტების შენარჩუნებისთვის, რომლებიც დაზიანებულ ქარხნის მუშაობას უზრუნავყოფენ. მიუხედავად ამისა, ეს ირანის მხრიდან ესკალაცია, რადგან ეს აჩვენებს, რომ ქვეყანა მზადაა სამოქალაქო ობიექტები გახადოს სამიზნედ შეერთებულ შტატებთან ომში. ირანი ვერ იცავს საკუთარ სამხედრო ინფრასტრუქტურას და სამაგიეროდ ახლო აღმოსავლეთის მოძალადის რეპუტაციას ამართლებს. მალე აგიხსნით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ირანის თავდასხმები უმიზეზოდ არ ყოფილა. ეს იყო საპასუხო ქმედება მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის საკუთრებაში არსებულ გაზის საბადოზე მიიტანა იერიში. თუმცა ის თავდასხმაც ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთის გაზის საბადოზე განხორციელებულ წინა დარტყმაზე იყო პასუხი. 17 მარტს ირანული დრონების თავდასხმამ შეწყვიტა შაჰის გაზის საბადოს მუშაობა, რომელიც აბუ-დაბიდან 111 მილის სამხრეთ-დასავლეთითაა. Guardianis ინფორმაციით, ობიექტი უზრუნველყოფს არაბთა გაერთიანებული საამიროების წლიური გაზის 20%-ის და მსოფლიოს გრანულირებული გოგირდის 5%-ის მიწოდებას. ისრაელმა თავდასხმა სამხრეთ ბაზის გაზის საბადოზე იერიშით უპასუხა, რომელსაც ირანი და ყატარი იყენებენ. ეს ირანში ყველაზე დიდი შიდა ენერგიის წყაროა. ყატარმა მიხვდა რა მოხდებოდა სამხრეთ ბაზის შემდეგ. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაჯედ ალ-ანსარიმ ისრაელის თავდასხმას სახიფათო და უპასუხისმგებლო ნაბიჯად შეაფასა და დაამატა, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების საფრთხეა. ირანის პასუხი ანსარის მართებულობას ადასტურებს. ირანი ამ სიტუაციაზე ნერწყვს ყლაპავს. იცის, რომ ვერ შეეჯიბრება იმ ძალას, რომელსაც აშშ-ში ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში იყენებს, მაგრამ თუ რაიმე საბაბს მისცემენ, რომ დაარტყას ნავთობისა და გაზის ობიექტებს მთელ ახლო აღმოსავლეთში, ამ საბაბს აუცილებლად გამოიყენებს და მოქმედებაში მოვა. ირანი ცდილობს გაზის ომი დაიწყოს და მისი გეგმა შეიძლება ამუშავდეს კიდეც. უკვე ვახსენეთ გაზის ფასის მკვეთრი ზრდა ირანის თავდასხმების შემდეგ.
Financial Times-ის ინფორმაციით, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ რას ლაფანზე თავდასხმამ შეიძლება ხანგრძლივი გლობალური გაზის დეფიციტი გამოიწვიოს, რომლის ხანგრძლივობა დარტყმის ზიანზეა დამოკიდებული. MST-ის ფინანსური ენერგეტიკის ანალიტიკოსი სოლ კოვანიჩი აცხადებს, ომის დასრულების შემდეგაც მიწოდებაზე გავლენა თვეები ან წლები გაგრძელდება, სანამ სარემონტო სამუშაოები დასრულდება. ავსტრალიის ABC News-ი კიდევ ერთ პრობლემას უსვამს ხაზს. ციტირებს უცნობ ავსტრალიელს ახლო აღმოსავლეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ პირმა აღნიშნა, რომ თავადაც არ არის დარწმუნებული რას ლაფანში მიყენებული ზიანის მასშტაბებში, მან დაამატა. ეს არის უკიდურესად რთული, პროპანით გაგრილებული ოპერაციები, რომლებიც სასწრაფოდ შეჩერდა და არა თანმიმდევრულად გაითიშა. ეს თავისთავად საზიანოა. თუნდაც თავად ოპერაციები ირანის რაკეტების პირდაპირი სამიზნე არ ყოფილიყო. ამ წუთებში სპარსეთის ყურის რეგიონის უმეტესმა მსხვილმა ნავთობისა და გაზის მწარმოებელმა კომპანიამ იძულებული გახდა შეენცირებინა წარმოება, ითხოვინება Financial Times-ი. ეს შეენცირებები გაუარესდება თუ ირანს მისცემენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის საშუალებას ახლო აღმოსავლეთში. ეს არის გაზისა და ნავთობის ომი, რომლის დაწყებაც ირანს სურს. აქ ვხედავთ გარდამტეხ მომენტს, ოპერაცია ეპიკური რისხვის პარკლებში. ოპერაცია, რომელიც ძირითადად ირანის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და მხოლოდ რამდენიმე ცალკეულ დარტყმას მოიცავდა ამერიკულ ბაზებზე ახლო აღმოსავლეთში, ახლა ახალ სახეს იღებს. აშშ-ს ცდილობდა ირანის ენერგომომარაგებისთვის ხელი არ შეეშალა, რაც კააგის კუნძულზე თავდასხმამაც აჩვენა. სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა, მაგრამ ნავთობის ობიექტები ხელუხლებელი დატოვა, რადგან ისინი ირანის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ისრაელმა სამხრეთ ბაზის გაზის საბადოზე თავდასხმა ირანის ენერგეტიკულ სტაბილურობასაც პირდაპირ ემუქრებოდა. ირანის პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე გაგზავნა დრონები სხვა ენერგოობიექტზე თავდასასხმელად, იყო თავდასხმების გაძლიერება. დრონები ბალისტიკურ რაკეტებად იქცნენ, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტი იწვის. ამ მოვლენას კიდევ ერთი დაუშუქებელი მხარე აქვს. ენერგიის წარმოება სპარსეთის ყურის რეგიონში მხოლოდ ფულსა და შემოსავალზე ან ნავთობისა და გაზის მიწოდებაზე არ არის დამოკიდებული იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ენერგია ამ რეგიონში პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სოციალურ ურთიერთობებზე გავლენას ახდენს სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის. სპარსეთის ყურის ქვეყნების რეჟიმები ენერგეტიკული სინდისგეტიკური სიმდიდრის გაზიარებით ხელისუფლებას ინარჩუნებენ. ენერგია ამ ქვეყნებს უცხოელ მუშაკებს იზიდავს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ურთიერთობების საფუძველია მსოფლიოსთან. ეს ჩანს სამხრეთ პარსის გაზის საბადოზე, რომელსაც ყატარი სხვადასხვა დროს იყენებდა როგორც დიპლომატიურ ხიდს თავისა და ირანს შორის, ითხოვინება Guardian. თუ ასეთი ობიექტები ამოღებულია, სპარსეთის ყურის რეგიონის დიპლომატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ისევე როგორც ირანს სურს. ირანის რეჟიმის მიერ ქაოსის გავრცელება საზღვარგარეთ ზრდის ზეწოლა საშშ-ზე, რომ შეაჩეროს ოპერაცია ეპიკური რისხვა. შეხედეთ ნავთობის და გაზის ფასებს, ირანს შეუძლია განაცხადოს. ომი იწვევს მასობრივ დაბნეულობას ქვეყნებში, სადაც ბრძოლა არ ყოფილა. ირანს შეუძლია აშშ-ში დაადანაშაულოს ყველაფერში, მაშინაც კი როცა მის ტერიტორიაზე დამზადებული რაკეტები და დრონები ნავთობის ობიექტებს ესხმის. ირანი ბლოკადის შექმნას და გლობალური ქაოსის გამოწვევას ცდილობს, რომ ამერიკა ოპერაცია ეპიკური რისხვის დასრულებაზე აიძულოს. ეს აშშ-ისთვის მოულოდნელი ესკალაცია, რადგან ენერგეტიკული ომი უკვე მიმდინარეობს. თუ აშშ-ში ფრთხილად არ იქნება, ეს სიტუაცია შეიძლება სრულიად უკონტროლოდ განვითარდეს. ამიტომ ამერიკამ შურიძიება უნდა განეხორციელებინა. სწრაფი, სასტიკი და გააზრებული, ეს შურიძიება ირანს ახსენებს, რომ ის კოზირები, რომლებიც მის რეჟიმს გონია რომ აქვს, სინამდვილეში არ არის ის ტუზები, რაც გონია რომ ჯიბეში უდევს. სანამ აშშ-ში შურიძიებაზე გადავიდოდეთ, გახსოვდეთ უყურებთ The Military Shows. თუ არ გაქვთ გამოწერა, დააწექით ღილაკს. ამერიკის პასუხი ირანის თავდასხმებზე ორ ნაწილად გაიღო. ათიები გაგზავნეს ჰორმუზის სრუტეში, ირანის სწრაფი ნავების წინააღმდეგ. შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების უფროსმა გენერალმა დენ კეინმა 19 მარტის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ირანის გარშემო განთავსებული A-10 Thunderbolt OE-ის ტიპის თვითმფრინავები უკვე ჰაერში არიან. კეინის თქმით, ეს თვითმფრინავები ჰორმუზის სრუტეში სწრაფი შეტევითი ნავების ძებნასა და განადგურებაში არიან ჩართული. ეს აშშ-ს ბოლო ნაბიჯია ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად, რომელიც ირანმა ოპერაცია ეპიკური რისხვის შემდეგ დახურა. თქვენ შეიძლება გაინტერესებდეთ, რა კავშირია ირანის თავდასხმებსა და სპარსეთის ყურის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე. მოკლედ, ბერკეტი. ჰორმუზის სრუტე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ზეწოლის წერტილად იქცა, რომლის მეშვეობითაც ირანი ცდილობს მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრები შეარყიოს. Brookings-ის ინსტიტუტის მიხედვით, გლობალური ნავთობის 20% და თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ყატარიდან, ამ ვიწრო სრუტით გადის. ჩვეულებრივ დღეს აზზე მეტი გემი, რომელიც ამ ძვირფასტვირთს ატარებს, სრუტეში გადის. ეხლა გემები სრუტეს ნელა კვეთენ, თუ შეძლებებენ.
ყველაზე საშიშ დღეებში გადაკვეთა საგრძნობლად მცირდება, რაც თითქმის ცარიელი მარშრუტების შთაბეჭდილებას ქმნის. მიზეზი ისაა, რომ ირანი ცდილობს ჰორმუზის სრუტე ამ სავაჭრო გემებისთვის გადაულახავი გახადოს. ერთ-ერთი გზა, რომელსაც ირანი იყენებს, არის სწრაფი ნავების გაგზავნა ამ ვიწრო წყლის გზაზე, რათა მუდმივი საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო გემებს, რომლებიც ცდილობენ სრუტეში გალას. ირანი სპარსეთის ყურის ნავთობსა და გაზს პირდაპირ უტევს, რაც ტერორისტული მიდგომაა აშშ-ის მიერ მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე პასუხად. ირანის ჰორმუზის სრუტის სტრატეგია სწრაფი ნავების გაგზავნას ემყარება. ნავები, როგორიცაა Blade Runner-ი, რომელიც საზღვაო ტექნოლოგიის მიხედვით დიდ ბრიტანეთშია აშენებული, მაგრამ ირანში მოხდა საერთაშორისო გარიგებების სერიით, რომლებიც ნამდვილი მყიდველების დასამალად იყო განკუთვნილი, ახლა პატრულირებენ ჰორმუზის სრუტეში. ისინი მოძრაობენ 30 კვანტზე მეტი სიჩქარით, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მიუახლოვდნენ ნელა მოძრავ ნავთობისა და გაზის ტანკერებს, როდესაც ისინი ცდილობენ სრუტის გადაკვეთას. როდესაც ეს ნავები სამიზნეს მიუახლოვდებიან, უშვებენ დრონებს, რაკეტებს და ცეცხლსასროლ იარაღს, რათა ტანკერი დააბრუნონ ან დაწვა. სამეფო საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალი დანკან პოტსი გაზეთ Times-თან ამბობს, ეს ყოველთვის იყო ირანის საზღვაო სტრატეგია. ირანმა 1980-იან წლებში ტანკერების ომის დროს ისწავლა, რომ ტრადიციული ფლოტი დაუცველია აშშ-ს საზღვაო ძალებთან დაპირისპირებისას. ამიტომ ისინი ასიმეტრიულ სტრატეგიას და მცირე იაფ სანაპირო ნავებს გაუსვეს ხაზი, რომლებსაც დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ. მათ საზღვაო ბაზები აღჭირდებოდათ, უბრალოდ გამოჩნდებოდნენ, შეტევდნენ და მალავდნენ, ამბობს პოტსი. და ეს არის პრობლემა. უმეტეს შემთხვევაში ეს ნავები ძალიან სწრაფია ამერიკული სამხედრო გემებისთვის, რომ რეაგირება მოასწრონ და მათ შეუძლიათ აირიდონ ის საზღვაო ძალა, რომელსაც აშშ ჰორმუზის სრუტეში აგზავნის. მაგრამ 10 სულ სხვა საკითხია. აშშ-ს თავისი საჰაერო ძალების შემადგენლობაში დაახლოებით 160 დარჩა. საწესში ეს შეტევითი თვითმფრინავები 1970-იან წლებში შეიქმნა, როგორც საბჭოთა ტანკების გამანადგურებლები, მაგრამ მას შემდეგ მათ დაამტკიცეს, რომ აშშ-ის არსენალში ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი საშუალებაა. მისი რაკეტები და ბომბები სწრაფი ნავების წინააღმდეგ გამოიყენება. თვითმფრინავი ცაში ნავებზე სწრაფია. და 30 მმ-იანი GAU-8 Avenger-ის 7-ლულიანი ავტომატური ქვემეხით, რომელიც ჩაშენებულია თითოეულ A-10-ში. ეს არის თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია მოულოდნელად დაეშვას და სწრაფი ნავები გაანადგუროს, მანამ სანამ ეკიპაჟი მიხვდება რა მოხდა. აქ აშშ-ში ირანს გზავნილს ჰორმუზის სრუტი თუ გზავნის. ის აგზავნის A-10-ებს, რათა ირანს არ მისცეს სრუტის კონტროლის კონტროლის საშუალება, რაც თავის მხრივ ართმევს ირანს იმ ბერკეტს, რომელსაც ის სპარსეთის ყურესა და დანარჩენ მსოფლიოს ზემოქმედებისთვის იყენებს. ირანისთვის მდგომარეობა მძიმდება, რადგან ჰორმუზის სრუტის სტრატეგიას მხოლოდ A-10-ები არ ანგრევს. აშშ-მა 5000 ფუნტიანი ბეტონის განტეხი ბომბებით დაარტყა ჰორმუზის სრუტის სანაპიროზე რაკეტებისა და ნავების გაშვების წერტილებს. GBU-72 ბომბები, გავრცელებული ინფორმაციით, F-15-იებიდან ირანის გამაგრებულ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების ობიექტებზე ეშვება სანაპიროზე. ეს ბომბები 2021 წელს გამოჩნდა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში ეგლინის ბაზაზე ტესტებს ატარებდა. ისინი შეიძლება დამონტაჟდეს F-15-იებში, რასაც ახლა ირანში ვხედავთ, ასევე BRTB ლანსერის ბომბდამშენებზე, რომლებიც GPS-ისა და ინერციული ნავიგაციის კომბინაციით მართვადი, ეს ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები KM-572 J-დამის კომპლექტებზეა მიმაგრებული, რაც აშშ-ს საშუალებას აძლევს ისინი დისტანციიდან გაუშვას და მაინც ზუსტად დაარტყას სამიზნეებს. ამ ბომბების მიერ სამიზნისკენ ვარდნისას წარმოქმნილი უზარმაზარი კინეტიკური ენერგია მათი კონსტრუქციისთან ერთად სწორედ ისაა, რაც მათ საშუალებას აძლევს ბეტონსა და ნიადაგში შეაღწიონ. როგორც კი GBU-72 შეაღწევს, ის ფეთქდება და თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს. ეს დარტყმები ჰორმუზის სრუტეზე ზეწოლის შეესამსუბუქებლად არის და ირანს ბერკეტს ართმევს, რაზეც ადრე ვისაუბრეთ. თუმცა აშშ-ში ასევე მიზანმიმართულად უტევს რაკეტების გაშვების ადგილებს თავისი ახალი ბომბებით, რომლებიც ბეტონის გამტეხია. ეს ადგილები შეიძლება იყოს ირანის თავდასხმების წყარო ყატარსა და ქუვეითზე. ეს უფრო სასტიკი შურისძიებაა. A-10-ით სწრაფმავალი ნავების განადგურება ერთი ამბავია, მაგრამ GBU-72-ების ირანის სანაპირო სარაკეტო პოზიციებზე გაშვება ირანს პასუხს აძლევს მისი ერიზე, გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე. აშშ-ში აცხადებს, ერთხელ შეიძლება დაარტყათ, მაგრამ მეორედ აღარ მოგეცემათ ამის შესაძლებლობა. და ირანისთვის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ შეიძლება კიდევ ბევრად მეტი იყოს მოსაოდნელი. ამაზე მალე ვისაუბრებთ, დარჩით ვიდეოს ბოლომდე. აშშ შემაღნიშნა, რომ შურისძიება კატარისა და ქუვეითისთვის არ დასრულდება, სანამ ირანი არ დანებდება. ადმირალმა ბრედ კუპერმა, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელია, ამაზე მკაფიოდ ისაუბრა ბუნკერების გამანადგურებელი ბომბების განთავსების შემდეგ და განაცხადა, ჩვენ კვლავაც სრულად ვართ კონცენტრირებულნი ირანის 10 წლეულების განმავლობაში არსებულ საფრთხის დემონტაჟზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ვაჭრობის ნაკადს ემუქრება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს უფრო პირდაპირ ემუქრება.
ალ-ჯაზირამ 22 მარტს განაცხადა, რომ ტრამპმა გააფრთხილა, თუ ჰორმუზის სრუტის ნავიგაცია 48 საათში არ არდგება, აშშ-ში ირანის ელექტროსადგურებს დაუშენს. აშშ-მ ირანს ძლიერი დარტყმა მიაყენა პასუხად მათ მის მოქმედებებზე კატარსა და ქუვეითში. თუ ტრამპს დაუჯერებთ, აშშ-ში გეგმავს კიდევ უფრო ძლიერ დარტყმას ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუ რეჟიმი 24 მარტამდე არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს. 10 თვითმფრინავები პატრულირებენ სრუტეს, ბუნკერს აწინააღმდეგო ბომბები, ირანის რაკეტების გაშვების ადგილებს ბომბავენ, ხოლო როგორც ABC News-ი წერს, ირანის ნაღმების დამგები ხომალდები ნადგურდება. კეინის თქმით 44 ხომალდი 19 მარტისთვის უკვე გამოთიშულია, რაც ირანს ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენებაში კიდევ ერთ დაბრკოლებას უქმნის სპარსეთის ყურის რეგიონში შემდგომი თავდასხმების განსახორციელებლად. აშშ-ში აძლიერებს შეტევებს ირანში, სარდლობისა და მართვის სტრუქტურებზე, რომლებიც ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს ეკუთვნის. რაც მეტი ასეთი სტრუქტურა განადგურდება, ირანს მომავალში რას ლაფანზე განხორციელებული მსგავსი დარტყმების კოორდინაცია უფრო გაუჭირდება. და ბოლოს არის კარგის კუნძული. ადრე გითხარით, რომ აშშ-ში თავი შეიკავა იქ ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურებისგან. თუ ირანი ყატარსა და ქუვეითს დაარტყამს, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს და ირანი სერიოზულად დაზარალდეს. გარდა იმისა, რომ კარგის კუნძული სამხედრო ფორპოსტად გამოიყენება, ის ძირითადად გიგანტური ნავთობის ტერმინალია, სადაც როგორც ინდიპენდენტ წერს, ირანის ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი ინახება. 7,7 კვადრატული მილის კუნძული ძალიან დაუცველია ამერიკული ავიადარტყმების წინაშე, რაც მის ნავთობის ინფრასტრუქტურას გაანადგურებს. აშშ უფრთხილობს კარგის კუნძულზე ისევ დარტყას, რადგან ნავთობის ინფრასტრუქტურის შენარჩუნება უნდა. ჯარისკაცების გაგზავნა კუნძულის დასაკავებლად აშშ-ს მისცემს საშუალებას აიღოს კონტროლი ირანის ეკონომიკის მთავარ საყრდენზე. ინდიპენდენტი წერს, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკვე განიხილავენ ოკუპაციის გეგმებს. თუ ასე მოხდება, ირანის ეკონომიკა დაინგრევა. თუ ირანი ნავთობისა და გაზის ფასების შოკს გამოიწვევს, აშშ-ს შეუძლია მისი ნავთობის გარიგვა შეაჩეროს. ირანი მოთმინების რეჟიმში გადავა და შესაძლოა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე კვლავ სცადოს თავდასხმა, თუმცა იცის, რომ დროის წინააღმდეგ იბრძვის, რადგან ქვეყანაში მცირე შემოსავალიც იბლოკება. შეიძლება არ ჯერათ, რომ აშშ-ი კარგის კუნძულზე ჯარს შეიყვანს და შეიძლება მართალიც ხართ. მაგრამ თუ მართალი ხართ, მაშინ უნდა იკითხოთ, რატო აგზავნის აშშ-ში ამ წუთებში 2000-ზე მეტ საზღვაო ქვეითს ირანში. გაიგეთ მეტი ამ დანაყოფზე და მისი გეგმებზე ირანში ჩასვლის შემდეგ ჩვენს ვიდეოში. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი Operation Epic Fury-ის გაშუქება და მადლობა როგორც ყოველთვის, ყურებისთვის.